ინსტალაცია უპასოა. შექმნით 200-100. I got. Surrealisto. Ითარებაში. მადლობა. დროებით შემოგივით. ავტო ხوارაგებ, ავტო. აბა, ხوار დაიღალე. მადლობა. ერთი ისე. ვეზე გიდგავართ, პოლინოვარო 10 აქ არის. დასაბამით. ერთი გარანტირებული ფიგაროს ერთი ნო არა, იმენა ლაკას არ იჭერენ და მაგით ავწარეს. ასე. მოკლედ. მაგრამ ნაცია. ჟურნალისტთა კორპუსიც აქ არის. ამოჯობათ. მოკლედ ეს ხდება. 4 სართულია ამ შენობაზე და ამ შენობაში მოდის. აი ასე. შვიდად წნარად. ათავარია მართალი ხალხი ვარ შეკრებილნი. თავისუფლების და ღირსების დასაცავად. ეს არის სიმართლე, რატომაც მოხერხდა ის ერთობა, რომელსაც აქ აქვს ადგილი. განსხვავებული ადამიანები არ მოვერიდები რა. ხშირად ბოლო დღეების განმავლობაში ხუმრობ, რომ აი განსაკუთრებით მესამე სართულზე სადაც ახლა ვიმყოფებით, იმიტირებული არჩევნები რო ჩატარდეს და საარჩევნო ხუთი რო დაიდგას, შეიძლება გამომართოს, შეიძლება ნაციონალურ მოძრაობამ ჯამურად არჩევნები წააგოს. სხვა, ანუ ჯამურად სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად რა. იმდენად განსხვავებული ხალხია შეკრებილი და რომ არა ის სიმართლე რამაც გაგვეერთიანა. უნებრივ ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა. ამიტომ ეხლა რაც არ უნდა პროვოკაცია დაადგას, მოიფიქროს ქართულმა ოცნება რეჟიმმა რა მოდი თქოს ჟღერს სანდომიად ქართული ოცნება რეჟიმმა უნდა დავამკვიდროთ ეს რეჟიმი არანაირი
ხელისუფლება, არანაირი მთავრობა, არანაირი პრემიერ-მინისტრი არის უბრალოდ რეჟიმი და რეჟიმის წარმომადგენელი რა არის? იგივე მე. კარგად ვართ, რაც თავარია. გავიმეორებ ასევე თქვენი სებართით ბევრჯერ თქვი ის რასაც ვზნობ. იშვიათად ყოფილვარ ცხოვრებაში ასეთი მართალი. და ეს ყველაფერი აქ იგრძნობა და ეს ყველაფერი გვაძლიერებს. ამიტომ ჩვენ არაფერი საჩხუბარი იმ ზამომრეობასთან, რომელიც განსახიერებული არის სპეცნაზში, რობოკოპებში, რომლებიც არიან მსახურები მდიდარი ადამიანის, ოლიგარქის. დავინახეთ ხო დღეს ოლიგარქის წარმომადგენელი, რომელიც თავის თავს ასაღებს პრემიერ-მინისტრად. კაცი პოლიტიკიდანაც წაბედიო, წარმოვიდგინეთ. უნდა თავი გაასაღოს ერთი მხრივ რომ პოლიტიკაში მოვიდა ეს ბატონი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრად და აქებს ადიდებს 24 საათის განმავლობაში პოლიტიკიდან წასულ ადამიანს. არც ერთი სიტყვა ეკონომიკაზე, არც ერთი სიტყვა მომავალზე, არც ერთი სიტყვა განათლებაზე, ჯანდაცვაზე, მოკლედ, მხოლოდ დაჭერა, დაკავება და დრო და სივრცე ეშლება, მეგონი უკვე ბატონ ღარიბაშვილს. რა ვიცი, ამ ყველაფერს ხედავს უამრავი ადამიანი და ქართული ოცნება არა, რეჟიმი არის უკვე დამარცხებული, რაც არ უნდა იგი ცდილობდეს საზოგადოების დაშინებას. ხაზი უკვე გავლებულია და ამ ხაზს აღარავინ აღარ გადაკვეთავს. შიშის ზარი არ დასცემს საზოგადოებაში, იმიტომ რომ არ შეიძლება მარცხი, არ შეიძლება შიში, რომელიც დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის. რა შენ შეგიძლია გადაიღო საზოგადოების დასწრება მარტო მე რო არ. ხო, რა არის? ხმა შემოდის მე და მიკროფონს აქედან კარგად ვერ გავიგე. ეხლა ხმა შემოდის შემოწყება მარტო აქედან ვერ მარიამ, რას ფიქრობ აბა? როგორ ხარ? ლაივში ვართ ნიკას პირადი გვერდიდან. როგორ განწყობა, როგორ შემართებით ხარ? ერთ დღეში მგონია რომ ამ ქვეყნის ისტორიაში ძალიან ცოტა ადამიანს აქვს მოხერხებული ამდენი სისულელი, ამდენი უაზრობის ხმა და ამდენი არასწორი მცდარი შეხედულების გადმოიხება, რომ ეს დღეში დიდი მადლობა ზუკა, რას გვეტყვი? ნაციონალური მოძრაობის ოფისში ხარ, მაგრამ იცის ტელეფონი რატომ ფოტოსაც გიღებ. მე კარგად მახსოვს გარიბაშვილს. ამბული მინდა რა, ამბული და ადამიანები რომელიც წარმოადგენს ზოგადად ქართლის ამიტომ გარიბაშვილის ეს მართლობა მანია რომ იქნება ყველაზე მძიმე ყველაზე მოკლედ უბრალოდ შეიძლება რომ მინიმალური რაც შეიძლება გადაგოდეს და გარიბაშვილის მადლობა. იმედის გადავლებით გუფები უნდა მოვითხოვოთ ჩვენგანით. უამრავი ადამიანია ხა შეკრებილი.
ხედავთ რა მდგომარეობაა. ნიკა, რას გვეტყვი? პირდაპირ ეთერში ვარ. ნიკას პირადი გვერდიდან როგორი განწყობაა საზოგადოების. თქვენ როგორ ხართ განწყობილი? განწყობა? არა, თავარი რა. საუბარი მედიცინა არა. ანუ რა გონალობაშია. წინ ანალიზი რო გავაკეთოთ, ეხა რეჟიმი რა. ჩარტოში რომ ქართულში რა აღარ გავუძახო. რეჟიმი. კარგი რეჟიმი არის ქართულში ეს ის ხედავ და ფიქრობ და იციან რომ უდიდესი კი არა, მთლიანად მორალური უპირატესობა არის მეორე ხალხი, ხალხის კი არა ჩვენს. ეხა ავაყენო ჩემი სპეციალიზმი მიღმები გავუკეთო, ეხა იერარქიაში დავაჭერინო, რაღაცა გაზი გავაშვებინო, პრობლემა არის. მთელი ცივილიზებული სამყარო დამგმობს 2 საათში, 3 საათში. და ესე იქნება. ანუ ყველაფერი წამგებიანი. ორ დღეში დამთავრდებია. აქ ძალადობა, როცა უამრავი განსხვავებული ადამიანი არის გაერთიანებული, არა ჩვენს გარშემო, არა კონკრეტული ინტერნეტის პარტიის გარშემო, არა მარტო სიმართლის გარშემო. მოგვესია, იძალადო ეს უბრალოდ ვეღარ შეგრჩება. ამიტომ ეხა ფიქრობენ რომ რამენაირად იქნებ შიგნიდან მოვაწყო პროვოკაცია, რომ ლეგიტიმურობა შევძინო ჩემ თავდასხმას, მაგრამ ძალიან ხიზლად ვარ და ეხა ბუნებრივია ვიღაცები შემოგზავნილი ეყოლებათ ხა რამდენიმე ადამიანი, ვინც ალბათ ძალიან ვქილოთ და ყველას ვაფხილებ, რომ თქვენს გარშემო თუ საეჭვო ადამიანი ხა დაახლოებით 1500-მდე ადამიანია ხა შენობაში, ხო? ეხა თუ გვერდით გიდგას ადამიანი, რომელსაც არ იცნობ ან არ გეცნობა, ხო, გადავამოწო. ხო თავისი იკითხავნა სახელი გვარი ხო თუ ვერ იდენტიფიცირდა, ხო თუ გავიდეს შენობიდან. ხო აი აქედან მოხდეს რაიმე სახის ან პროვოკაციის მოწყობა და მე წანიშუკი აერთო, ეს ძალიან რთული ამოცანა. რაც თითქმის გააკეთეს 2 დღეს. 3 დღეს. ატროლის თანამშრომელი რომ აქანიდან გადმოვიდა, გადმოსვლისთანავე ხელში ეჭილა რაღაცა დოკუმენტი, რომელიც თითქოს ჩემთვის უნდა გადმოვეცა რა. მე ზევდოდა ფაჯიდან ვიყურებოდი. გადამოსული არ იყო. ხელში წდა ვიღაცა შავი პალტოზე ადამიანი. აი ხელში ეს წარმოიდგინე მაყურებელსაც ფეისბუქ-ზე ვიმართო. უწყინარ ვითარებაში ეზოში მანქანა ჩერდება პოლიციის გადმოდის პატროლის თანამშრომელი და ვიღაცა მამაკაცი ხელში წდა რო აქ როგორ დაბედეს ეს არაფერს ამდენ ზოდიოდა. იქ უნდათ რომ მოეწყოთ მოკლედ შეკლა შემოხლა იქა დაწყებული იყო მე ხალხი გასულიყო გარეთ მე ჩამსულიყავი და შეიძლება საერთოდ მოხედავთ რა დღეში არის ეს მოსატყუებელი კვირი მოცვირი გვაქვს რა ამიტომ ჩვენი რეაქცია ძალადობაზე იქნება ადეკვატური და გულისხმობაზე ღიმილი სიმშვიდე მართლაც აი სიმღერა ბევრი ადამიანი აქ ვინც მღერის როდესაც მოვლენ სპეცნაზელები აქ დაუპირისპირეთ სიმღერას. სეკვას, გიმილს. შეიძლება მაინდა-მაინც იმდროზე გამოვიყენოთ, ხო? მაგრამ თელმა სოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ვართ ლაღები. და ნებისმიერი ადამიანი, ვინც დააპირებს ძალადობას, ხო შეგნა ისევაც უბრალოდ ხილებული პროვოკატორი იქნება. ამ შესაძლებლობა არ უნდა მიცემ. ან დაინახავს და საზოგადოება. დღეს იქნება, ხვალ იქნება, ზედ იქნება, ხო ხა? ივანიშვილმა, ხო აი ივანიშვილმა და არა ღარიბაშვილმა. ივანიშვილმა თქვა, რომ კონსტიტუციური წესრიგი უნდა აღლადგინო, ახლა ცინიზმია ჯერეთ, ხო? თუ მარტიახაც აღსადგენია კონსტიტუციური წესრიგი, კანონის უზენაესობაა დასაბუნებელი ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები არის აღსადგენი და პოლიციას უნდა დაემსგავსოს, სასამართლოს უნდა დაემსგავსოს, მართლა ამ ყველაფერს ეს ხალხი გააკეთებს და ჩვენს გარდა კიდე 100,000 საქართველოს მოქალაქე. და არა ისე რომ დღეს ვიღაცა ბატონი გვარად ღარიბაშვილი კომიკური ფიგურა, რომელსაც 10 წუთით ადრე უთხრეს წლების წინ გადამდგარიყო. გადამოვიდა და გადადგა, ხო? ეს ვითაც წამოდი აქებდა თითქოს პოლიტიკიდან წასულ ადამიანს. ივანიშვილი რა შუაშია? აი, თქვენ რო პრემიერ-მინისტრი გახდეთ და საპარლამენტო ტრიბუნა რო დაიკავოთ,
პრემიერ-მინისტრის პირველი ჯერ კიდევ კანდიდატის სიტყვა წარმოსათქმელი ქონდეთ და რო აქებდეთ, არ ვიცი, მამას თქვენს რო აქებდეთ. რა შუაში, ხო? იმდენად აქ ადამიანს ეს მონური მორჩილება ყოდათ ჩადებული, რომ კაცი იძახის ივანიშვილი პოლიტიკიდან წავედიო, თითქოს. ეს იდგა პარლამენტში აქებდა ივანიშვილი. მელიეს დავიჭერ, იმას დავიჭერ, ამას დავიჭერ. ვერავის ვერ დაიჭერს. დამთავრებული არის რეჟიმის საქმე. ვერ გაბედავთ აქ მოსვლა. აი პირდაპირ გეუბნები. ღარიბაშვილი, ივანიშვილი, ვერ გაბედავთ რა. ვერ გაბედავთ, იმიტომ რომ მართლები ვართ. აქ არც ჩხუბისთვის ვემზადებით სიმღერისთვის, კი ბატონო. ტაშისთვის, საქართველოს გიმნისთვის და ბევრი ღიმილისთვის. და თელმა სოფლიომ უნდა დაინახოს, თქვენ ხართ მოძალადეები, თქვენ ხართ მართლაც მხოლოდ და მხოლოდ ძალმომრეობაზე დაფუძნებული რეჟიმი, ხო? და აქეთ არის სილაღე. ბევრი ტაში დახვდებათ და ბევრი საქართველოს გაუმარჯოს და ბევრი სიმღერა რა. აი ეს მე აი ბევრი ადამიანი ალბათ ყველა უყურებს ამ Facebook live-ს. ხო, ჩემი თხოვნაა რა. როგორც კი დაიძრება სპეციალზე ბევრი ტაში იყოს და ბევრი სიმღერა. თემა სოფლიომ დაინახოს, რომ ჩვენ ცეკვავთ, ჩვენ ღერით და ისინი ძალადობენ. ოლიგარქი ძალადობს, ჩვენ ღერით. ოლიგარქი ისვრის, ჩვენ ტაშ უკრავთ. იმიტომ ასე თელი სოფლიო უფრო გაიგონებს იმას, ისე გაგონება ჩვენ ვიდა, რომ მოხდეს მათი ღვინდა. დიდი მადლობა ყველას, იგი წავიდა. არა, ორივე ესმის. აი, მოვა, მე კიდე შემოგივლი. ესე უნდა ვქვა, ბევრი სიმღერა ღიმილი. ეს გავშებულია? ბევრი სიმღერა, ჩემი თხოვნაა რა ხახტო. დღეს არა, ხვალ არა, ეს ლაჩრები მოვლენ, ხო? მოვლენ, მომები მოვლენ ივანიშვილის. ივანიშვილის, არ ვიცი, რენეგატები, გავრილოვების წარმომადგენლები. ჩემი თხოვნა, ყველა ოთახიო დავიაროთ რა. არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ მდგომარეობიდან გამოიყვანონ ერთი ადამიანი მაინც. ისვრია ტაში დაუკრათ. შეგვაგინებენ ვიმღეროთ. იძალადებენ კიდევ ტაში დაუკრათ. ვიცეკოთ, აი ესა თელმა სოფლიო დაინახოს თავისუფლებისთვის ასე იბრძოდნენ, იმიტომ რომ 1989 წლის 9 აპრილს როცა უკვე ჩემი ცნობიერი ცხოვრება იწყებოდა, ძალიან კარგად მახსოვს. რუსის ტანკი მოდიოდა, რუსი ჯარისკაცი ორლესული ნიჩაბით თავებს შეხავდა და ქართველი გოგო, ბიჭი, დედა, მამა რუსთაველის გამზირდა ღეროდა და სწორედ აი ამ სიმღერამ, აი ამ სილაღემ მოუპოვა ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა. იგივე უნდა გავაკეთოთ ჩვენ. იგივე უნდა გავაკეთოთ აუცილებლად ჩემი თხოვნა. ყურში შემოდის. ჩავიდეთ, აბა ქვევით. ზია დამო. არ არის, ენა ჩავა ქვევით რა. ხარჯო, კიდევ ერთი აქაც გავიმეორებ რა თქვენი სებართვით რა. რა ძალაც არ უნდა დაგვიპირისპირონ. ხო? ამ რეჟიმმა. გაზი, წრემსადენი, იარაღი, ხელკეტი, ხო? ჩემი თხოვნა, ჩვენ დავუპირისპიროთ ტაში. სიმღერა, ცეკვა, საქართველოს ჰიმნი და ბევრი ღიმილი, რომ თელმა სოფლიო დაინახოს კონტრასტი. რომ აქეთ დგას სილაღე, თავისუფალი მომავლის, თავისუფალი ქვეყნის, თავისუფალი, არ ვიცი, სახელმწიფოს მოსულნე შვილები ჩვენი სახით და იქით ძალმომრეობა. ვუპასუხოთ ძალმომრეობას ტაშით. ყველაზე ძლიერი რა ჩვენ ახლა გვაქვს, არის სიმბარტე და მორალური უპირატესობა. მოიქნევ ხელს ტაში დაუკრათ. აი ტაში, არა ტაში დავანგოთ რა, მაგალითად გეუბნები. თემა სოფლიო დაინახოთ. აი წამოვლენ როგორ ხვალ როცა დღეს ხო ეს ლაჩრები, ეს მონები არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ დღეს უსმინე მონა ლაპარაკობდა, მონა ღარიბაშვილი არის მონა და მისმენ ალბათ ირაკლი ღარიბაშვილი შეხარ მონა და
და მონა ვერ გაიმარჯვოს თავისუფლებაზე. ვერ გაიმარჯვოს თავისუფლებას. და შენი უფლესი და შენი გერბანები ოლიგარქი არის ასევე მონა. და ამ შენობაში, ამ ტერიტორიაზე, როცა წამოვლენ შენი ჯარისკაცები, შეიარაღებულები, ჩვენ დაგიპირისპირებთ ბევრ ღიმბილს, ტაშს, ოვაციებს. ოღონდ ეს ოვაციები ისი ვის მიმართ იქნება? აი ამ ახალგაზრდა მე რომ მახსოვს. თქვი გვერდით ოთახში 99 წლის 9 აპრილს მართლაც აი ჩემი ცნობიერება როცა ჯერ კიდევ სუფთა ფონოგრაფიული ლილვაკივით იყო და იწერებოდა ხო რასაც ხედავდი რაც მესმოდა 99 წლის 9 აპრილს ნიჩბებით გალესილი ნიჩბებით ხოცავდნენ ახალგაზრდებს ტანკები მოდიოდნენ გასაც უშვებდნენ მაგრამ რას აკეთებდნენ ქართველები მღეროდნენ და ცეკვავდნენ და სწორად ამ მიზანსცენამ ამ შეუპოვრობამ მოგვაპოვებინა გამარჯვება და თავისუფლება. იგივე გამოწვევის წინაშე ვართ. ახლა უბრალოდ შენარჩუნება გვიწევს ამ მოპოვებული თავისუფლების და დამოუკიდებლობის. ანუ ჩემი თხოვნაა. ჩემი აი ძალიან აი როგორ გითხრათ, უკიდურესი თხოვნაც შეიძლება ჩაითვალოს. აი დაჟინებული მოთხოვნაც, როგორც მეგობრის მეგობრებისადმი. მესმის, შეიძლება რთული იყოს, როცა მოვლენ ეს ბოროტე მოქმედები, ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კალაძეს მონები და კობახიძეს არ ვიცი, ადეპტები, მაგრამ ტაში დაუკრათ რა. აი წამოვიდნენ, აი ესე დაუკრათ ტაში, ჩემი თხოვნა, აი ეს. და ბევრ სოფლიო. რა და ზე გაიგოს და ტაში უკრათ რა. არ მოიწევს. ჩაო. სართულებზე ჩავდივარ, სალონზე. ყველას გადაეცით რა, ესე რა გაიწერეთ. ბატონო. ხო, ჩა. საათ? პირველზე, ხო, ჩავალ პირველზე. ესე იქნება, ესე გამოიწვიეთ რა. მოდი, შემო, მონცა. ეგრე იქნება ზუსტად რა. ამით ერთის მხრივ ჩვენ გავანეიტრალებთ იმ შემოგზავნილ პროვოკატორებს, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ზედმეტ აქტიურობას გამოიჩენს, უნდა ჩაითვალოს, რომ აი ხორ დაიღალე. ენაცვალე. მაგრად. ეს ვიზა. გამარჯობა. ხორ დაიღალე. დიდი მადლობა. დღეს ისახარ, რა თქვენ ხარ. რა შევი? ბიჭო, არა, იგი თეატრი აგამაიცა. მე ხო. Facebook წამო, შევიდე. რაღაც უნდა უთხრა, ორი წელი ზევითაც უკაი და შევიდე. ხო. არაფერი. ბატონო, ჩე. რა ბესო, შოკიან. არა, მე. კიდევ ერთი. აკაკ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და კონკრეტული თხოვნა მაქვს, რა, გამარჯობა. ხო. აი, არ გავჩერდი. ჩელა. Tadi. Çeyo mecbur ra.
ვიცი რომ ძალიან მძიმე გერანტიები ასრულება საერთოდ ხო, ჟურნალისტები რა, მეგობრებო, მე თუ შეიძლება მინდა რომ ორი სიტყვა და მეგობრებმა მინდა ხომ გაიგოს ჩვენ ვიპირისპირდება რეჟიმი არანაირი ხელისუფლება მთავრობა ქართული ოცნების სახით რეჟიმი რომელიც დგას მხოლოდ და მხოლოდ დამომრეობაზე რა მინდა თორე გაჩერდი ეს ადამიანები აქ მოვლენ. დღეს შეიძლება თუ ხარ მოვლენ. აქ მოვლენ თავისუფლება მოყარულ ხალხთან მოვლენ მონები. მოვლენ მონურ მორჩილებაში მყოფი ხალხი. არის მოძრა. ნიგბედით, წელსადენი გაზით ალბათ ხელკეტებით. ნუ ჩაიკუთხა მე. და სხვა აღჭურვი. მე მინდა თქო მათი გამოჩენისთანავე ჩვენ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში სიმღერა ოვაცია და აი ასე ფელსოფლიოს დავანახო რომ ერთხელ დგას თავისუფალი ქვეყნის თავისუფლება მოყარული ქართველი ხალხი და მეორე მხარეს დგას ივანიშვილი და გარიბაშვილი რომელს ვიყურე შენ მონა გარიბაშვილი შენ კლასიკურო მონა შენ სერგეი მონა როგორც იქცეოდნენ ზემოთი მე ბავშვი ვიყავი პატარა 9 წლის და გენაცვალე როცა რუსის ტანკი მოდიოდა ცრემსადენ გაზებს უშვებდნენ ხელკეტებით ნიჩვებით ახალგაზრდებს თავებს უჩეხავდნენ მაგრამ ახალგაზრდები ჩვენი დედებისა და მამების ბაშე თაობა ტაშს უკრავდა ველოდა შავლედო და ცეკვავდა აი ასე აი ასე ჩვენ ვიზეიმებთ დამარშებას უსამართლობის წინააღმდეგ. გადავარდები. არავითარ შემთხვევაში გაგდო ძალადობა. როცა ასე მოვიწევთ, ამას ეხება კიდევ ერთი დადებითი ხარი. გამოჩნდება და გამოვლინდება ის პროვოკატორი, ან რამდენიმე პროვოკატორი, რომელიც შეიძლება შემოგზავნილი ყავდეს. როცა 99.9% გამყოფი ადამიანი იმღერებს, იწევს და ტაშს დაუკრავს და ვიღაცა შეეცება რომ სხვა კვედებები გამოიჩინოს თავი, ნათელი იქნება საზოგადოებისთვის, რომ ის არის პროვოკატორი. ამიტომ ჭკუითაც უნდა ვაჯობოთ, არა მხოლოდ სიმართლით. ნიკასეთი პროვოკატორები იქნენ შიგნით. სიმართლით. ბუნებრივია ხა ახლა ეკნებათ ეს გეგმა, იმიტომ მორალური სიმართლე და უპირატესობა არის ჩვენ მხარეს. როგორ მოხდა გაერთიანება ამდენი განსხვავებული ადამიანის სიმართლის გარშემო, ხახტო, რომ არა სიმართლე, რომ არა აი ზრდასხვრევით ძლიერი სიმართლე, რომელიც ყველაფერს დაუპირისპირდება, რა, ეს ყველაფერი აქაც არ მოხდებოდა. ეს ის ახლა ხელისუფლება და ამ ხალხზე იძალადოს, ამ ხელისუფლებამ, მათ კი ამ რეჟიმმა უпростоრეთ იცის, რომ ძალიან ძვირი დაუჯდება 24 საათში და 48 საათში მაქსიმუმ. ამიტომ შეიძლება ეხლა ცდილობდეს მონა ბოტიში კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა. მე აი არ ვიცი არაფერს საწინააღმდეგო სამუშაო ვერ ხედავ, მაგრამ ქართული ოცნების სამაი ხოფსაც კი არ ვეძახი ხოლმე, იმიტომ რომ გონია რომ რაღაც თითქოს ვაყენებ შეურაცხყოფას, თუმცა არ არის შეურაცხყოფაო, არათუ არ ვიყენებ მონას. სიტყვა ვცდილობ გამოვიყენო ფრაზა მონურ მორჩილებაში, მაგრამ გარიბაშვილო, შენ დღეს რაც ისაუბრი, როგორ არ გიწოდო ის რაც ხარ. შეხარ მონა ოლიგარქის გამილოვის სანდრო ბერია ჩემი ბავშვისა და თქვენი ბავშვების აი თავი მინდა დავიფიცო რა ეხლა გეხვეწები თუ რამეს ვთხოვთ მხოლოდ და მხოლოდ ტაში დაუპირისპიროთ რა ბევრი ტაში და ბევრი სიმართლე და
მაია კალანდია სადა ჩაიშალა თუ არ ჩაიშალა ეს მეასე ხარისხვა მაია ქვეყანაში მარცხდება და მარცხდება არა გრძელვადიან პერსპექტივაში არამედ მარცხდება უახლოეს პერსპექტივაში ახლა მარცხდება აქ და ახლა თქვენ ხართ თანამონაწილეები მონობის დამარცხება თავის მიკროფონი ჩვენ ბევრი ადამიანი რომელიც აკონტროლია რეჟიმს აქცია დამონებული ხალხი დამონებული ხალხი ის 88 დეპუტატი დამონებული აბა რა არის სხვაგვარ თუ შეიძლება რა არ ვესაუბროთ ჩვენ საკეულ წარმომადგენლებზე რეჟიმის ამ რეჟიმს ქვია ერთი სახელი ბიძინა ივანიშვილი სერგეი გავრილოვი გახსოვთ რომელიმე საკე აღებული დეპუტატი მინისტრი არ არსებობს ესენი არიან მონები და მონები დამარცხდებია გეუნები თავისუფლება მოყავთ ბრძოლაში ჩვენ სახელმწიფო ძილგამოწყების სახელმწიფო მონები რომელიც ძილსოფია მარტო ჩვენ ჩვენი ხალხი თქვენს დაწუნებული ვარ ახლა ისევე იბრძვით როგორც მე ვიბრძვი მე დაწუნებული ვარ ნებისმიერი ჟურნალისტი აქ ტელეკომპანია იმედის წარმომადგენლებიც კი ხვალ რომ არჩევნები იყოს ქართული ოცნების სასარგებლოდ არჩევას აღარ გააკეთებს იმიტომ რომ ყველაფერს აქვს საზღვარი და რუბიკონი გადავახა რეჟიმმა გადავახა ივანიშვილმა გავრილოვმა და ქართველი ხალხი ღირსეულ პასუხს გასცემს ოღონდ ახალ კიდევ გამოტებითი კითხვები დამისვით აქაც გაუმეორე აში ესე გავაკეთო და განსაკუთრებით პირველ სართულზე ვინც ხარ და ჩემი ხონა რა განსაკუთრებით პირველ სართულზე ვინც ვარ თუნდო აში გინელი ცეკვა თამაში ამ საქართველოს უნივერსიტეტში ჩვენი ძალა არის ამაში აგრესორი როცა მოვა მოძალადე როცა მოვა თემასოფიო დაინახოს კონტრასტი რა აქეთ ხალხი ტაში უკრავს ისევე როგორც 99 რა ანი მოდიო რა თავი შეჩეკებოდა კარტელს ცეკვავდა ხო ჩვენ მიტომეტეს ვარდაბუნებია და ტაში დაუკრავთ და თემასოფიო გავაგვინოთ მართლა ამაგი თავისუფალი ხალხის ჩვენი სახე გაისმენთ ძალიან დარიგული როგორ ამდენი ვისაუბრეთ მეკითხებით გეუბნებია კენცულა დადო მიკროფონი და ტრაში დაუკრა ხალხი პირდაპირ გეუბნები ეს არის გეგმა ჩვენი გეგმა არის გიმბირი ტაში ერთობა მარტო ლაპარაკები თუ შეიძლება მადლობა თუ შეიძლება ტაში შეუძლებელია შენი გაკავება გავრილოვის დავალებით არის შეუძლებელი რა პირდაპირ გეუბნები ძალიან ხოლმე ნახავ გეგმებზე ნუ მესაუბრებ ხო მე გეგმებზე არ საუბრობ მე მოქმედი და ჩემი მოქმედება არის გეგმა და მე მივმართავ პირდაპირ გეუბნები ბოდიშ შეიძლება უსწრდეს მაგრამ მივმართავ მონა ივანიშვილს დიახაც პუტინის მონა ივანიშვილს და ამ ახალგაზრდა ლაჩარ მონა ღარიბაშვილს თავისუფალი ქვეყნის ამაკი ქართველი ხალხის ახალი ისტორიული ფურცელი
უახლოეს პერიოდში დაიწერება და თქვენი ადგილი იქნება იქ, სადაც ტრადიციულად იყვნენ მოღალატეები გაწესებულები და თავისუფალი ხალხის ადგილი იქნება იქ, სადაც ისტორიამ ტრადიციულად მათ ადგილი შემოუნახა. ამიტომ თქვენი ბინძური ხელებით, იარაღით, პროპაგანდით ჩვენ უკან ვერ დაგვახევიეთ და სანამ ქართულ ხალხზე ისაუბრეთ, სანამ ჩემზე ისაუბრეთ, სანამ ჩემს მეგობრებზე ისაუბრეთ, ირაკლი ღარიბაშვილო, დაფიქრდი, რომ შენ ხარ ყურმოჭრილი უბრალოდ ადებდი ადამიანის, რომელიც თავის მხრივ არის მონორმორჩილებაში ჩვენი ძირგანოთხრეს სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის. მავს გადალობაში ივანიშვილი თავი მოსკოვის მონორმორჩილებაში. ამიტომ აი ეს ხალხი პირისპირები და უმამუსობა ვერ გაიმარჯვებს თავისუფლებაზე, უსინდისობა სინდისზე ვერ გაიმარჯვებს, უღირსობა ღირსებას ვერ გაიმარჯვებს და ობიექტურობა გაიმარჯვებს ობიექტურობაზე და შექმნილი ხალხი დამარცხდება გავაღებულ ქართველებზე, რომლებიც აი ისევე თვალებში ჩავხედავთ აი ამ რობოკოპებს და მოძალადეებს, როგორც მაკო გომურმა ჩახედა თვალებ გახელილმა ახალგაზრდა გოგომ სპეცნაზს და თავისუფლების შენარჩუნებისთვის ხო ერთი თვალი დათმო. არ გვეშინია ხალხი, არ გვეშინია პირიქით, გვეამაყება. თუ კი ვინმეს ოდნავ მაინც გაეგება საქართველოს ისტორიის. თუ კი ვინმეს მაინც ერთი ფურცელი ქართული მატიანესი გადაუშლია, ყველა დამეთანხმება, რომ აქ და ახლა იწერება ახალი საქართველოს ისტორია. დიდი მადლობა. Akarya davullar bu avtarları şekilde გავიგეთ, ხო კიდევ ვარ თვალში. მოგეთ არის ვითარება გვაქვს, ჩემო მეგობრებო. შემოწის. ჰა? აკეთე. მოკლედ არ ვიცი გიყურეთ თუ არა. დავაში კიდევ. ხო არა არ გავამეორე. რეგი დავა. მარტო გეუბნები, ბევრი ტაში ძალიან ბევრი და აი თუნდაც ყველა მომანიერი. არა, ბევრი ტაში ბევრი სიმღერა ვისაც გეკეთებოდა და მე აგავით უყურე თუ ვისმინე თუ არ გავიმეორე. მოკლედ კიდევ ერთხელ რა განდო ბევრი ტაში ბევრი გივლი და ბევრი საქართველოს გივლი. აი ეს არის პრობლემა. ჩემი ხანა არ არის კაიდრიდან ვინცდოვით იქნები აიმი და ვერანდი და რა შეგვიძლია როგორ შეგვიძლია ბევრი იმღერეთ და ბევრი იმღერეთ. აკაც უყურეს ხო აბა მოკლედ აქაც რა შენობეგო ბარკა ძალიან და კარგად გავიხვალისწინე რა მეგობრებო ბევრი ტაში ბევრი სიმღერა და ბევრი საქართველოს გემი თუ წამოვიდნენ ჩვენი თავარი ძალა არის ეს სიმართლე და ეს ძალადობა დაუპირისპიროთ და აი ეს ბევრისთვის მოულოდნელი რა ის რაც ჩვენში არის ახლა რა სიმამაცე სიტამამბე ვაშკაცობა გამოხატული ბევრ ოვაციებში და ბევრ ტაში. ოღონდ ეს ოვაცია და ტაში მიმართული იქნება აი ადამიანების მიერ და ვინც 99 აპრილს თავები ეჩეხებოდა, ტანკი მოდიოდა, სრესადენი გაზი მიმართული იყო მათვიმა და ტაშუკავდი და ცეკვავდი და თამაშობდი და ასე მოიპოვეს გამარჯვება და თავისუფლება. აი ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენ. და მეორე დღეს მე სოფელი აი ამას რომ გავაკეთე
ის მაიმუნები ამასაც რო გავაკეთებ, ხო, ყველაფერთან ერთად გამოვლინდება პროვოკატორი რა. აბანა. და თუ დავინახეთ რომ შენ არ უკრავ ტას, ესე იგი აი ხა დიდი მადლობა მართლა ავოზე. დავდავდა. Iačere zevit. Ai, amaz ro ačere šatis kveli restorāns. Ocha. Bravo. წარმატებებიდან ძალიან. Bravo. ვახტანგი ზევით განწყობა როგორი გაქვს უცებ როგორ თქვა ირაკ ჩვენ ვართ შვიდები როგორც არასდროს და მტკიცეები, იმიტომ რომ სიმართლის მხარეს აუცილებლად როგორც შეიძლება მოთხოვნა აბა რა ხდება მოვედი პირდაპირ ეწერი Facebook-ი რა ხდება სად არის შეშა შენ არა შენ დაგინდა გასვერჩი ჩვენთვისო ბულბული ესე იგი დაახლოებით 20-30 ადამიანი ვინც მითხრეს ღერის მაგრა აი პროფესორ რა გუნდს დავახვდა. უშიკა ერთი ეგონა. შენ ვიცარი უშიკა რა რეპერტუარი რა უშინა გიყონა რა. აკარი. რა რა არის? გადაუგვის გარში. აკორონორა ერთი რომ მართა შინაგანად მჯერა და წამს რო ეს სალი გასაკეთებია. მართლა ესეთი გარკვევის ატმოსფერო. აი ასე უნდა გავიმართოთ რა მოძალადეები. მეორეს ვიღაცა ვინც შემოგზავნილია, ხო? ნორმალის ეკალებით იქნება, რა გაჭყალო. ყველა რომ ტაში უკრავს და ვიღაცა რომ საფერფლეს რო ეძებს და ისოლოს, დამწვარი პუნქტი. და მიგე? ამიტომ ეს არის ჩემი გია. დავორდა გენდა. აბა აქ ვიღავ. Excellent.
ხოდა ის დავსველი ყავს იმეცი ამჟამად ხო? მაგრამ ერთი პრეცედენტი ვაი ვისაც იცა იმსო დაიჭირეს და შენ რო იცო შენს რომ მიგაყოლებო. მე მგონი ისე მიდის ამ საქმის ასრულობა რა უნდა შემოყვა პროგრამა. მაგა ჩავაწყოთ ერთად კონკრეტაი აგროვანი sophisticated coffee როგორია სოლებული მოკლედ აი ესეთი ვითარება გვაქვს აქ სადაც ვართ კახეთის გზატკეცილზე და დროებით მეგობრებო დიდი მადლობა ხარდაჭერისთვის და სოლიდარობისთვის რომელიც უპრეცედენტოა ყოველ შემთხვევაში მე მსგავსი რამ არასოდეს არ მივიძინე დიდი მადლობა